აზარტული ხართ? ძალიან. კაზინოში ვხართ? დიახ. რამდენი წელი გიგიათ? მაქსიმუმ. ბევრი არა, იმიტომ რომ არასოდეს მქონია ბევრი ფული. რამდენი მოგიგიათ? ეგეც ბევრი არა, იმიტომ რომ ბევრი რომ მოიგო, ხან წააგებ, ხან მოიგებ და დიდი ფული უნდა ტრიალებდეს. მაგრამ სტუდენტობის დროს ძალიან სერიოზულად ვიყავი გატაცებული ბანკოს თამაშით და მართალია იმ წრეში სადაც მეტრიალებდი დიდი ფული არ იყო, მაგრამ ჩვენთვის დიდი ფული იყო და იყო შემთხვევა, როდესაც ღამეებს ვათენებდით, ვაცდენდით, თქვა. ფულზე თამაშობდით? ფულზე თამაშობდით, დიახ. და რამოდენიმეჯერ თქვა, რამჩება გატაცებამ სახიფათო ხასიათი მიიღო. ასე ვთქვათ, ისეთ ადამიანებთან გავედი კონტაქტში და ისეთ წრეში მოვხდი. ვის გულისხმობ? ნუ ვთქვათ, შავი სამყაროს წარმომადგენლებს? დიახ, ამას გულისხმობ, საიდანაც მე გამოსვლა ზოგჯერ სახიფათოა. ზოგჯერ სახიფათოა, დიახ, საბედნიეროდ მოვახერხე, რომ ეს პერიოდი რაიმე ცუდი ინციდენტის გარეშე დამთავრებული იყო. ფული წააგეთ? სხვა შორის კარგად თამაშობდი ძალიან ბანკოს პრეფერანს პოკერს და ხან ვიგებდი, ხან მაგებდი, ვერ გეტყვით რომ უფრო მეტი წავაგე, არა, უფრო მეტს ვიგებდი. პოლიციასთან თუ გქონიათ პრობლემები? პოლიციასთან კი. სტუდენტობის დროს მე და ჩემი მეგობრები სოხუმში ვისვენებდით ტურბაზაში. ახალგაზრდები ვიყავით, ბუნებრივია იქ დავარღვიეთ შინაგანა წესი, მოგვიხდა აჩხუბი ადმინისტრაციასთან და დირექტორი შემოგველახა, რომელიც ძალიან მკაცრი და ესეთი ადამიანი იყო, გამოიძახა პოლიცია და გვიჭირეს თმები გადაგვპარცეს და მოგვისაჯეს 15 დღიანი პატიმრობა. საბედნიეროდ გამოგვაჩნდა ვიღაც ნაცნობები, მაშინ იცით თქვენ ესეც რომ მანი დანაშაულისთვის ნაცნობობა ჭრიდა და 3 დღე ვიყავით წინასწარი დაკავების საკანში. ანუ ციხეში არ წასულიყო? ციხეში არა. შემოიფარგლეთ წინასწარი დაკავების საკანში.